საუბარი მაინც მინდა დავიწყო ყრილობით, რომელსაც თქვენ ესწრებოდით, ჩვენ მიმდინარე სასამართლოებსაც შევეხებით საქართველოში განვითარებულ პროცესებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ჩანს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი პოლიტიკური ინსტიტუტებიდან პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ ვალენსიაში ესწრებოდით ევროპის ქრისტიან-დემოკრატების, სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების ყრილობას, ყველაზე მსხვილი ფაქტობრივად ევროკავშირის მმართველი პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობას, გამოხდით სიტყვითაც, ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ, მაგრამ რა არის ის რისი თქმაც ჯერ ქართული მედიით, ან ვერ მოასწარით, ან ვერ შეძელით, რა შედეგებს ეილით საერთოდ ამ ყრილობაზე ქართული პოლიტიკური პარტიის უკვე არა უბრალოდ დამკვირვებლის ან წევრის, არამედ ხმის უფლებით მონაწილე პარტიის როლში, მათ შორის კენჭისყრებში მონაწილეობის შედეგად გისმენთ. კი. მოგესალმებით გიორგი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა, რომელიც ჩატარდა ამ ჯერზე ესპანეთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, არა მხოლოდ რობერტა მეცოლა, როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი და უამრავი სხვა სახელმწიფო ლიდერი თუ ევროკომისრები, როგორც არის მათ შორის სამხედრო საკითხების კომისარი. მაგრამ ასევე მონაწილეობდა ძალიან საინტერესო ევროპული და მე ვიტყოდი მსოფლიო პოლიტიკისთვის ახლა ალბათ ყველაზე საინტერესო პერსონა და ეს არის ფრიდრიხ მერცი. რატომ? იმიტომ რომ ის უნდა დამტკიცდეს როგორც გერმანიის კანცლერი სამშაბათს, მომავალი კვირის სამშაბათს. და მე ვფიქრობ, რომ მისი დამტკიცება ძალიან ბევრ ცვლილებას შემოიტანს ევროპულ პოლიტიკაში და შესაბამისად მსოფლიო პოლიტიკაში. მას ნამდვილად საეტაპო გამოსვლა ჰქონდა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელსაც მოყვა წარმოუდგენელი ოვაციები. პრინციპში ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა მთელი ამ კონგრესის, რომლის შემდეგაც მასთან პირადად საუბრის შესაძლებლობა მქონდა მე, ასევე შემდგომ დავესწარი მაღალი დონის სადილს, რომელიც ვიწრო წრეში ჩატარდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ფრიდრიხ მერცი, ასევე ესწრებოდა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რობერტა მეცოლა, შვედეთის პრემიერი და სხვები და მანფრედ ვებერი, რომელიც არის თავად იპიპის, ანუ ევროპის სახალხო პარტიის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი, რომელმაც მე ამ დახურულ და ვიწრო წრეში ჩატარებულ უმაღლესი დონის სადილზე ასევე მომცა სიტყვა და მომცა შესაძლებლობა რომ ესაუბრა საქართველოზე. რატომ? იმიტომ რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ისინი ეძებენ გზას და გამოსავალს თუ როგორ გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შეძლოს ქართულმა ხალხმა საკუთარი ისტორიული არჩევანის რეალიზება. ამ თვალსაზრისით აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე რომ აქ საქართველოში ხალხი არ ეგუება ქვეყანაში უსულეთების ავტორიტარული სისტემის მშენებლობას და იმას, რომ რეჟიმი ცდილობს ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის, ანუ დასავლური არჩევანის ჩანაცვლებას კვლავ რუსული და ჩრდილოური. ნამდვილად არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის კანდიდატის ძალიან კარგად არიან გიორგი ინფორმირებული. საქართველოს მიმართებაში რომ ჩვენ მათი ნაწილი ვიყოთ, დემონსტრირებულია პოლიტიკურ განაცხადშიც, ამაში საქართველოშიც არავის არ ეპარება ეჭვი, მაგრამ ჩვენ გვესმოდა სიტყვები გადაღლაფათი, ხო, ანუ საქართველოს საქმეები და ასე შემდეგ და აქ ვინც არის ხალხი, მათ შორის ისინი, რომლებსაც ახლაც აქვთ გადაკეტილი ამ წვიმაში რუსთაველის გამზირი და არა მარტო ისინი, ვინც ახლა გვიყურებს, ყველას გვაქვს შიში და განცდა იმისა პროცესის ასე გაწელვის გამო, იმის გამო, რომ შეიძლება ამ აქციებს არ ქონდეს ისეთ სისტემატური და მასშტაბური ხასიათი, როგორიც იყო, ხო არ ფიქრობს ვინმე ახლა იქ ჩვენ მოკავშირეები, რომ ხო არ შეეგუა ქართველი ხალხი მისი უმრავლესობა არსებულ სიტუაციას და ჩვენ კი მათ მხარეს ვართ, მაგრამ რამდენად ღირს დიდი პოლიტიკური ინვესტიციის ჩადება, ენერგიის და ასე შემდეგ იმაში, რომ საქართველოს უფრო აქტიურად დავეხმაროთ.
ხა რა თქმა უნდა ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს. ხა მაშინ ორი აზრი არ არის. თუმცა მათ გვერდში დგომა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ამას ჩვენ ვაკეთებთ იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებმა მართლა წარმოუდგენელი ბრძოლის უნარიანობა აჩვენეს და ეს დამტკიცდა იმ უწყვეტი პროტესტით, რომელსაც ჩვენ ხედავთ რუსთაველის გამზირზე. მე ამას ყოველთვის ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ არა ეს პროტესტი, რომ არა ის ბრძოლის უნარიანობა, რასაც ეს ადამიანები აჩვენებენ, რასაც პოლიტპატიმრები აჩვენებენ. დღეს თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური პროცესი იყო და ამავდროულად პარალელურ რეჟიმში იმართებოდა იმ სხვა პოლიტპატიმრების პროცესები, რომლებიც ივანიშვილმა სულ რამდენიმე თვის წინ დააკავა. მათი ოჯახის წევრების სიტყვები, მათი ბრძოლის უნარიანობა, მათი გაუტეხელობა, მათი ბრძოლა უპირველეს ყოვლისა არის განსაზღვრელი იმის, რომ ეს პროცესი იყოს აუცილებლად წარმატებული. და ამას რა თქმა უნდა ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. თუმცა ახლა ისინიც ცდილობენ რომ გამოსავალი მოძებნონ. ახლა ერთი რამ, რასაც მე ნამდვილად ვერ დავმალავ, გიორგი, ორ მხრივ შეხვედრაზეც ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელიც შედგა ჩვენს შორის, გარდა იმ თქვათ არაფორმალური საუბრებისა, რაც ასეთ გარემოში ყოველთვის გაქვს, გარდა იმ სადილისა, სადაც მე ისევ კიდევ ერთხელ ფორმალურად სიტყვით მივმართე იქ დამსწრე საზოგადოებას, ასევე გქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან, სადაც კვლავ დავაყენეთ სანქციების აუცილებლობის საკითხი ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, სადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც პრინციპში ჩვენ გქონდა, რომ ვიქტორ ორბანი ამ თვალსაზრისით გარკვეული წინაღობაა, თუმცა იქ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ტრანზაქციულ პოლიტიკაში ერთადერთი ხიბლი თუ რაიმე შეიძლება იყოს არის ის, რომ ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავის ფასი. და ასე მოხდა მათ შორის უკრაინასთან მიმართებაშიც და ამაში რა თქმა უნდა დამეთანხმა პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი, ამიტომ ეს სანქციების საკითხი და მისი გაფართოვება ინდივიდუალურ დონეზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ასევე შესაძლოა ევროპულ დონეზე ეს განიხილება და თუ პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა რაც ჩვენი თხოვნა იყო პერსონალური ლიდერშიპი აიღო ამ საკითხში, მე ვფიქრობ რომ ეს საკითხიც რაღაც მომენტში აუცილებლად გატანადი გახდება. მაგრამ ერთი რამ რაც არ შემიძლია უბრალოდ დავმალოთ, არ ვთქვა, არის ის, რომ ყველა შეხვედრაზე ამასთანავე ქონდა შეხვედრები გუნტერ კრიხბაუმთან, გუნტერ კრიხბაუმი, რომელსაც წარსულშიც ვარ შეხვედრილი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პიროვნება, იმიტომ რომ ის გახდება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში ფრიდრიხ მერცის კანცლერობის დამტკიცების შემდეგ. გერმანიის კოალიციური მთავრობის, დიახ, გერმანიის კოალიციური მთავრობის, სადაც ფრიდრიხ მერცი, ანუ კანცლერი იქნება CDU-ს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელი და შესაბამისად ევროპის სახალხო პარტიის წევრი პარტიის და ამიტომ იყო ეს ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე და მნიშვნელოვანია ის რომ CDU ეს პარტია იღებს ასევე საგარეო უწყებას რაც წარსულში არასდროს არ ყოფილა ასე არც სხვადასხვა კოალიციურ კონფიგურაციებში და ამ ადამიანს რომელსაც სოციალ-დემოკრატები იღებენ ფინანსთა მინისტრის პორტფელს ვიცე ვიცე-კანცლერის მნიშვნელოვანი ის რომ საგარეო საკითხები იქნება სწორედ CDU-ზე და შესაბამისად პირდაპირ ფრიდრიხ მერცზე მიბმული ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მან გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებულ, გაცილებით უფრო პროაქტიულ გერმანიას ვიხილავთ, მაგრამ რა იყო პრაქტიკულად მისი წარმომადგენლის უმთავრესი კითხვა ჩემთან? უმთავრესი კითხვა იყო, რატომ ვერ და არ ერთიანდება ოპოზიცია. აი ეს არის ძალიან სერიოზული საზრუნავი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა მათ შორის ესეთ შეხვედრებზე, როდესაც შენ ცდილობ ევროკავშირის უმაღლესი დონის ლიდერები დაარწმუნო იმაში, რომ ჩვენ ხელი არ გაგვიშვან, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა გვყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გზა ჩახერგოს, მაგრამ ამავდროულად ვერ პასუხობ მათ კითხვას იმასთან დაკავშირებით ასეთი დიდი განსაცდელის და გამოწვევის წინაშე რატო ვერ ახერხებს ოპოზიცია რომ გვერდით გადადოს თავისი პარტიული განსხვავებული მოსაზრებები და ერთჯერადად ერთი არჩევნებისთვის იმისთვის რომ გარანტირებული იყოს გამარჯვება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმაც საკუთარი რეპუტაციაც მათ შორის უნდა დადონ სასწორზე იმისთვის რომ ღიად და უპირობოდ
დააყენონ მოთხოვნა, რასაც კვლავ და კვლავ აყენებენ და მომავალშიც დააყენებენ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ყველა სხვა საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო პასუხები, აი ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია? თუმცა რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობენ ევროპის სახალხო პარტიის წევრები, მათ შორის პრეზიდენტი მანფრედ ვებერი და ყველა ვისთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთობა პოლიტიკურ ასამბლეებზე და ასე შემდეგ. და მათ ჩვენი პოზიცია იციან, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, მათ შორის არჩევნებამდე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო ამ ერთიანობისთვის. ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსი კი არა ეს ინფორმაცია რომელსაც საზოგადოებას უზიარეთ კიდევ უფრო დაწვრილებით გადაეცით თუ არა თქვენს კოლეგებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს თუნდაც იმ პლატფორმის მონაწილე წარმომადგენელ სუბიექტებს რომელთან კომუნიკაციის პრობლემა თქვენ ისედაც არ გაქვთ მაგრამ ბოლო პერიოდში თქვენ აქტიურად აღარ მონაწილეობთ იმ პლატფორმაში რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საერთო ენით საერთო სახით წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე ამ ბრძოლის ინტერესების ხომ არ ფიქრობთ რომ შეიძლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დააკორექტიროს თავის გადაწყვეტილება აი ამ პლატფორმაში მონაწილეობის თაობაზე იმ შემთხვევაში თუ კი რაიმე სხვა ალტერნატივა ამისა ჯერ უბრალოდ არ არსებობს და არ იგეგმება მისი შექმნა გიორგი, ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ სხვა პარტიებთან და ბუნებრივია ამ ჩემს შთაბეჭდილებებს სხვა პარტიების ლიდერებს აუცილებლად გაუზიარებთ, ხვალ ორი დახურული შეხვედრაა, ერთი უკავშირდება ერთ კონკრეტული პროტესტის დღეს, რომელზეც იმედია რომ იქნება მასშტაბური პროტესტი და ჩვენს კოორდინაციას ამ საკითხზე. ერთი უკავშირდება შესაძლო მომავალი არჩევნების თემას, მათ შორის ელექტრონული არჩევნების შესაძლო რაღაც მეთოდების განხილვას და მე აუცილებლად ვაპირებ, რომ ეს ჩემი შთაბეჭდილებები გაუზიარო სხვა პარტიის ლიდერებს. ხა თქვენ თუ გულისხმობთ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებულ ფორმატს, არა, ნამდვილად ჩვენი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ გადაიხედება, რატო? იმიტომ რომ ჩვენ მოქმედებთ შედეგებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ ამ ფორმატმა ვერანაირი კონკრეტული შედეგი ვერ გვიჩვენა. ერთადერთი საერთო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ შიდა პარტიულ საკითხებზე, ეს იყო წულუკიანის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ კომისიაში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმებაც დაარღვია ბატონმა გახარიამ, როდესაც წარსდგა ამ კომისიის წინაშე და რუსული ოცნების კრიტიკაზე მეტად ორიენტირებული იყო კვლავ და კვლავ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრით იმ პარტიაზე, რომლის აკრძალვა არის ამ არალეგიტიმური სადამსჯელო ღალატის კომისიის უმთავრესი მიზანი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე ისე ხვდებიან, როგორც ხვდებიან და რომელსაც ყავს უამრავი მეგობარი და რაც მთავარია, რომელსაც ძალიან ბევრი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააკეთებს. ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ამ ეტაპზე აკრძალვა გადაიფიქრა, თუმცა ყველა შესაბამისი წინაპირობა შექმნა ამისთვის, მათ შორის კანონი უკვე გენჩნაღარი არის თავის ბოლო მოსმენით, მათ შორის ეს კომისიაც თავის საქმეს აკეთებს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია რომ ამას არ გააკეთებენ, ყოველ შემთხვევაში თქვენს რომ ამ არჩევნებისთვის ამას არ ვიზამთ. თქვენი აზრით რატო გადაიფიქრეს? და რა შეგიძლიათ თქვათ ივანიშვილის ვერტიკალში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. საბოლოო ჯამში ეს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრირებას გულისხმობს მისდამი კიდევ უფრო ერთგულად დაქვემდებარებულ ფიგურების მეშვეობით თუ არის რაიმე არის პრობლემები რო არის გასაგებია ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, არალეგიტიმურობის პრობლემა და ასე შემდეგ, მაგრამ სისტემის კონტროლის კუთხით ან თუნდაც საგარეო ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ცვლადები შეიძლება იყოს ისეთი, რამაც შეიძლება მართვის მოდელი ოდნავ შეცვალა. მართვის მოდელის ცვლილების რესურს ნამდვილად ვერ ვხედავ, ხა ივანიშვილის პირობებში ეს ხო რაღაც ძალიან ჩანაცვლებადი პაიკები არიან, ხო არსებითი მნიშვნელობა ხო ნამდვილად არ აქვს, ხა თუნდაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც კი ღარიბაშვილი იქნებოდა, კობახიძე იქნება
ლილუაშვილი თუ არ ვიცი ვინც არ უნდა განიხილონ. ხო ეს ხო არსებითად არაფერს არ შეცვლის. თუმცა რა თქმა უნდა ნიშანდობლივია და ყურადსაღებია ნამდვილად ის, რასაც ხედავთ ზედაპირზე და ეს არის ის, რომ არის ძალიან სერიოზული რყევები შეგნით ოცნებაში. და ნუ ეს რა თქმა უნდა საზოგადოებას და ჩვენ უნდა მოგცეს კიდევ უფრო მეტი ენერგია და კიდევ უფრო მეტი შემართება იმისთვის რომ გავაგრძელოთ მუშაობა მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ხა იგივე სანქციების თემა, რომელსაც ჩვენ გვახსოვს წარსულში თითქოს და ნიველირებას უკეთებდნენ და ამბობდნენ რომ არანაირი გავლენა მათ ყოველდღიურობაზე, მათ საქმიანობაზე, მათ გადაწყვეტილებებზე, სანქციებს და პოტენციურ სანქციებს არ ექნება. სინამდვილეში ვხედავთ რომ ახლა პაპუაშვილი სანქციებს ქვემეხებად მოიხსენიებს მაგალითად და საკმაოდ სერიოზული მსუსხავი ეფექტი აქვს არა მხოლოდ სანქცირებულ პირთა წრეზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლო მომავალი სასანქციო სამიზნეები შეიძლება გახდნენ. ამიტომ არის რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა გავაგრძელოთ სანქციებზე მუშაობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ღარიბაშვილი იქნება კალაძე თუ ნებისმიერი სხვა კორუფციით ნაშოვნი ფულის დახარჯვა უნდათ რა თქმა უნდა ევროპაში, უნდათ რა თქმა უნდა ამერიკაში. თავიანთი შვილების გაგზავნა სასწავლებლად ღარიბაშვილს უნდა იუპენში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ხოთშიც ძალიან ლიბერალური, მინდა გითხრათ, სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალბატონ წილოსანს კალიფორნიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ზემოქმედების ბერკეტია და ამას უსვამდი ხაზს მათ შორის ჩვენ ამ მომხრივ შეხვედრაზე პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან რუსული რეჟიმის წევრებზე და ამიტომ ეს სასანქციო პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ხა მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ რომ კი ღარიბაშვილის მოშორება თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს, მაგრამ მეორეს მხრივ ერთგვარად შესაძლოა ეს ღარიბაშვილისთვის ასევე გარკვეულწილად თვითგადარჩენის შანსიც იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას და მის ოჯახის წევრებს პოტენციურად შეიძლება დარჩეთ შანსი, რომ თავისუფალ სამყაროში საერთოდ ფეხი შედგან. იმიტომ რომ სხვაებს ძალიან მალე შეიძლება ეს შანსი აღარ ჰქონდეთ, მათ შესაძლებლობა ამოეწუროთ. მაგრამ ის რომ ოცნებაში რყევებია, ის რომ ივანიშვილსაც გამძაფრებული აქვს ეს თავისი რაღაც პარანოიული მიდრეკილებები, რაც მას სხვათა შორის ყოველთვის ჰქონდა და ამაზე გაცილებით უფრო დეტალურად შეუძლიათ ყოფილი ხელისუფლების წევრებს ისაუბრონ. მე იცით რომ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს შევუერთდი, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში გადავედით. თუმცა იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა დაგიდასტურებთ რომ ხელისუფლებაში არ ყოფნის პირობებშიც კი პიროვნულად ივანიშვილი უკიდურესად პარანოიული ტიპაჟია და ახლა ეს ნამდვილად აქვს გამწვავებული და ეს ხოთი შორის აი ამ ავტოკრატიული მმართველებისთვის თავიანთი მმართველობის ბოლო პერიოდისთვის ასევე მახასიათებელია რომ აი ეს პარანოია, ეს შიშები, მუდმივი განცდა იმის რომ რაღაც რევოლუციას უმზადებენ, გადატრიალებას უმზადებენ, მათ შორის თავისი ყველაზე ერთგული წევრებიც კი ასეთი ავტოკრატიული მმართველებისთვის და დიქტატორებისთვის დამახასიათებელია და იმიტომ არის რომ ასეთი დიქტატორები როგორც წესი ასრულებენ ძალიან ცუდად. ამიტომ უნდა შეიმეცნოს ივანიშვილმა რომ მოусმინოს არა იმ რაღაც აბსურდულ, სულელურ, მე ვიტყოდი პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე პროპაგანდას, რომელსაც მისი გარემოცვა მას კვებავს, რომლითაც მას კვებავს. არამედ უნდა შეხედოს ფაქტებს, უნდა დაინახოს სიმართლე, საუბრობ მათ შორის იმ შეხვედრების გათვალისწინებით, რომელიც უმაღლეს დონეზე სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა ევროპაში, იგივე მოხდება აუცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი, ის ფაქტი, რომ იშვიათ წიაღისეულზე ასეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია ამერიკამ და უკრაინამ, ეს ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ საბოლოო ჯამში მიუხედავად იმ მძიმე შეხვედრისა, რომელიც შედგა ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, რის გამოც დიდი ყიჟინა ატეხა რუსულმა ოცნებამ თითქოს და ეს ნიშნავდა პოტენციურად იმას, რომ ეს ურთიერთობები ურთიერთობები გაფუჭდებოდა, რა თქმა უნდა, ისეთ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ორივე სახელმწიფოს ინტერესშია და არანაირად არ არის რუსეთის ინტერესში. და ეს ასე ვერც მოხდებოდა. იმიტომ რომ ამერიკა და პრეზიდენტი, რომელიც მთავარი სლოგანი არის ის, რომ ამერიკამ თავის დიდება უნდა დაიბრუნოს მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, დაუშვებს იმას, რომ რამენაირად უკრაინის ხარჯზე და ნებისმიერი სხვა ინტერესის ხარჯზე გაძლიერდეს რუსეთის
პოზიციონირება მსოფლიო არენაზე. ეს ხო წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ამიტომ ვერც ამერიკაში მოახდენს ივანიშვილი ვერანაირ გადატვირთვას, ვერც ევროპაში მოახდენს ივანიშვილი ვერანაირ გადატვირთვას, რა საკადრო კარუსელიც არ უნდა დაატრიალოს და რა საკადრო ცვლილებაც მან ახლა არ უნდა შემოიტანოს ვიღაცისთვის რაღაც თვალის ასახვევად. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მას მისცემს შემდეგ იმის შესაძლებლობას, რომ თუ სურს დარჩეს ამ ქვეყანაში და თუ არ სურს წავიდეს საფრანგეთში, რომელიც სხვათა შორის გამუდმებით ახლა ამ ბოლო დროს თავს ესხმიან, ხან საელჩოს მიერ გაცემულ გრანტს იწუნებენ, ხან საფრანგეთში ხო არა გასაგებია, მაგრამ ეს საფრანგეთი ძალიან ამოიჩემა და მე მგონი ცოტა სახიფათო უნდა იყოს მისთვის, იმიტომ რომ ერთადერთი გასაქცევი, რომელიც ივანიშვილს ექნება, თუ მან ეს არჩევანი გააკეთა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად მოხდება, იქნება საფრანგეთი და ეს შესაძლებლობა მან თუ არ დაიტოვა. ერთ-ერთი მომდენი რაც არის ასადივით მოსკოვში გაქცევა, ხო? თქვენ ახსენეთ მერცის არჩევა, რომელიც 6-ში ქართულ გიორგობას მოხდება, ასე ვთქვათ, 7-ში ქართულ ოცნებას აქვს ჩანიშნული ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ ახალი. არსებობს განსხვავებული ვერსიები, თუმცა ყველაზე დიდი ალბათობით ელიან, რომ პრემიერად მომუშავე კოლბახიძე გახდება პარტიის თავმჯდომარე, თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც, რომ შეიძლება ივანიშვილმა ოჯახის წევრიც კი შემოიყვანოს პოლიტიკაში, თუმცა იმ დინამიკის გათვალისწინებით რა გადაწყვეტილებებიც უკვე იქნა მიღებული, მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლების გადადგომებთან და სისტემიდან გასვლასთან დაკავშირებით, ის ვარაუდიც არსებობს, რომ შეიძლება ივანიშვილმა პოლიტიკიდან მისი კიდევ ერთხელ გასვლა გამოაცხადოს. ნუ ვინ კითხავს დაველოდოთ ამას, ამ შემთხვევაში რაც შედარებით რასთან დაკავშირებით ეს თქვენ შეგიძლიათ კვალიფიციური პასუხის გაცემა უკავშირდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმებს, ვიცით რომ სააკაშვილის მომართვის კვალობაზე დაიწყო მომზადება ახალი ტიპის მართვის სისტემის, მოდელის, ელექტრონული ჩართულობის და ასე შემდეგ, ხომ არა გაქვთ საუბარი დავშტყრილობის მოწვევაზე გადაწყვეტილება მიღებული ან რაიმე ამის? კი, დღესაც ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა უახლოს მომავალში შეიძლება ასევე დაგჭირდეს ყრილობის მოწვევა, გამომდინარე იქიდან თუ როგორ დავარეგულირებთ. ეს შეიძლება ზაფხულამდე მოხდეს თუ შემოდგომისკენ ფიქრობთ? არა, შეიძლება ზაფხულამდე, ზაფხულისთვის, გამომდინარე იქიდან თუ რამდენად აუცილებელი იქნება ამ ცვლილებების ასახვა წესდებაში, თუმცა ოპერაციულ დონეზე, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მოქმედების დონეზე ძალიან ბევრი ცვლილების გატარება არის შესაძლებელი, ისე რომ აუცილებელი არ გახდეს წესდებაში ცვლილებების შეტანა. თუმცა ერთი რამ რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, არის ის, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში, რომ ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ნებისმიერ არჩევნებში შესვლა არის ივანიშვილის თანამზრახველობა, მის წისქვილზე წყლის დასხმა და სიტუაციის ნორმალიზების მცდელობა, მაშინ როდესაც არ იცვლება მთავარი, არ იცვლება ის თუ როგორ ტარდება ამ ქვეყანაში არჩევნები იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება დაუბრუნოთ ხალხს. ასე რომ ამას აბსოლუტურად ვიზიარებ და ამას ასევე ხვდებიან ჩვენი ევროპელი მეგობრებიც, რომელთაგან ძალიან ბევრმა სხვათა შორის მოკითხვა დამაბარა პრეზიდენტ სააკაშვილთან და მე ჩემ გამოსვლაში წავღნიშნე, რომ ძალიან მტკივნეული იყო ბევრი მათგანისთვის იმის ხილვა, რომ ერთი ადგილი იყო ცარიელი, რომელიც ეკუთვნის პრეზიდენტ სააკაშვილს, ადამიანს, რომელსაც არაერთხელ მიუმართავს ევროპელი ლიდერებისთვის, სწორედ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებზე და იმ დღეებში, ორი დღის წინაც, რა თქმა უნდა, იქ იქნებოდა რომ არა ის უსამართლო და უკანონო ტყვეობა, რომელიც მას ივანიშვილმა პუტინის დაკვეთით მიუსაჯა. თინა ბოკუჩევა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო, გადაცემის პირველი სტუმარი, მას დავამშვიდობებ.